ყველას საფეხბურთო სალამი. ეს არის ფუტვიჟენი და დღეს ერთად გავეცნობით საფეხბურთო სიახლეებს. კვარაცხელია კრიზისში იმყოფება, რას იძახის ცნობილი ჟურნალისტი ქართველ ფეხბურთელზე. გიორგი ჩაკვეტაძემ შესანიშნავი გოლი გაიტანა ფეხბურთელის კომენტარი და მიმართვა მატჩის შემდეგ. მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე, მამარდაშვილი და შესაძლოა კვარაცხელიაც ქართველი ფეხბურთელები პრემიერ ლიგაში. ახალი ტალღა, რა ხდება სატრანსფერო ბაზარზე. ეს და სხვა მრავალი სიახლე ჩვენს დღევანდელ ვიდეოში. გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. იმედია ყველა სურვილი და ოცნება აგვისრულდება და ბედნიერები ვიქნებით. ერთგულ მაყურებელთან თხოვნა მექნება დამიფასოთ შრომა და ავიყვანოთ ეს ვიდეო 2000 მოწონებაზე. თუ ახალი ხარ და ჩემ ვიდეოს პირველად უყურებ, გამოიწერე არხი და შემოგვიერთდი. 55000 გამომწერს უახლოვდებით, ამიტომ შეგიძლია დაგვეხმარო და გახდე ამ ყველაფრის ნაწილი. მადლობა შენ, თუ ჩემი ეს ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. იტალიის სერია 118 ტურში ნაპოლი საკუთარ მოედანზე ვენეციას დაუპირისპირდა და 1-0 გაიმარჯვა. მუხლის ტრავმის მოშუშების შემდეგ ხვიჩამ ნეაპოლური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნება მოახერხა და მოედანზე 75 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ის აქტიურობდა და გოლის გატანის რამოდენიმე შანსიც ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ მოედანი შედეგიანი მოქმედების გარეშე დატოვა. შეხვედრის დასრულების შემდეგ იტალიურმა მედიამ ქართველის შემტევის თამაში შეაფასა. ტუტო მერკატო ვებმამას 5.5 ქულა დაუწერა. სასტარტო შემადგენლობას თავის პოზიციაზე დაუბრუნდა, მაგრამ თავის გაბრწყინება ვერ შეძლო. დრო და დრო ანათებდა. მეორე ტაიმის დასაწყისში ცდილობდა, რომ გუნდის თამაში საკუთარ მხრებზე აიყვანა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ხშირად არასწორი იყო და ეპიზოდის დასასრულს ზედმეტად ჩქარობდა. ბოლო არაზუსტი დარტყმის შემდეგ კონტე გაბრაზდა და მაშინვე პოლიტანოთი შეცვალა. კალციო ნაპოლი 24 ძმას 5.5 ქულას უწევს. მის წინააღმდეგ გამუდმებით უხეშობდნენ, მაგრამ საჯი ყველა სიტუაციაში ჯარიმას არდებდა. ამის მიუხედავად მან მაინც გააფრთხილა რამოდენიმე ფეხბურთელი. ცდილობდა მოედანზე ხვრელი ეპოვა და გაემწვავებინა, მაგრამ საბოლოოდ კონტე გაბრაზდა და ამის გამო მოედნიდან გავიდა. კალციო ნაპოლი 1926 მას 6 ქულას უწევს. მუხლის ტრავმის შემდეგ სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა და შესანიშნავი მატჩიც ჩაატარა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მან გუნდის თამაში საკუთარ თავზე აიღო, რაც მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ დაცვითი გადაადგილების შემდეგ მისი შეჩერება შეძლეს. რაღაც მომენტში ის ცოტათი გაჯიუტდა, რადგან სურდა მარტოს ეთამაშა. ამის გამო რამოდენიმე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გაანიავა, რამაც კონტეს მისი შეცვლა აიძულა. სპორტ ვირჯილიო 5.5 ქულა. უწყვეტი აღმავლობა და ვარდნა ჰქონდა. ანგისას შესაძლო ასისტი გაუკეთა, თუმცა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა. შეტევაში უფრო უკეთ მოქმედება მართებდა, დრიბლინგში კი ვერ გამოირჩეოდა. კალციო მერკატო 6 ქულა. ფლანგიდან საჯარიმოსკენ გადახვევა მისი საფირმო მოძრაობაა, მაგრამ მხოლოდ ერთი შანსი შექმნა, რომელიც სტანკოვიჩმა მოიგერია. მას სიცხადე აკლდა. ქართველი შემტევი ბურთს 60 ჯერ შეეხო, 33-დან 30 ზუსტი პასი გააკეთა. აქედან 3 კი საკვანძო იყო. კარისკენ 6 ჯერ დაარტყა, 3 ჯერ ზუსტად, 2 ჯერ არაზუსტად. ერთი დარტყმაც კი დაიბლოკა. 4 დრიბლინგის მცდელობიდან 1 ზუსტი ჰქონდა. საშუალოდ 0.20 საგოლე ეპიზოდი შექმნა. 9-დან 5 პოზიციური დუელი მოიგო. 3-დან 2 საჰაერო დუელში გამოვიდა გამარჯვებული. მის წინააღმდეგ 2 ჯერ დაჯარიმდნენ და ორივეჯერ მსაჯმა ვენეციას ფეხბურთელს ყვითელი ბარათი უჩვენა. ასევე ჰქონდა 2 ართმევაც. ცნობილმა ანალიტიკურმა პორტალმა SofaScore-მა მისი თამაში 8 ქულით შეაფასა, რაც ნაპოლიში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარიელომ ნაპოლის და ვენეციას შორის გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც პარტენოპეიმ 1-0 მოიგო. კიარიელომ ხვიჩა კვარაცხელიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი კრიზისში იმყოფება. ნაპოლის სერია საშუალო და პატარა კლუბებს აკონტროლებს და მათთან 13-დან 13 ჯერ იმარჯვა. უმეტეს შემთხვევაში ერთბურთიანი უპირატესობა საკმარისია, მაგრამ ვენეციასთან პარტენოპეის პრობლემები ჰქონდა და გუნდი ალექს მერეტმა გადაარჩინა. ვენეციასთან მატჩში ხვიჩა კვარაცხელია გაუჩინარდა. კვარა გრძნობს, რომ მას ეჭქვეშ აყენებენ და არის ფეხბურთელი, რომელიც ამ მომენტისთვის პერსონალურ კრიზისში იმყოფება. მაშინ, როცა დავიდ ნერეში რა პოზიციაზეც არ უნდა დააყენო, გუნდისთვის ყოველთვის სარგებელი მოაქვს და ეს გოლიც მისი დამსახურება იყო. შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის მოშუშების შემდეგ ხვიჩამ ნეაპოლური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად გამოჩნდა და მოედანზე 75 წუთი გაატარა. ქართველ ფეხბურთელს შანსები ჰქონდა, მაგრამ მოედანი საგოლე მოქმედების გარეშე დატოვა და ნაპოლი მისი გასვლის შემდეგ გაიტანა. უოტფორდის შემტევმა გიორგი ჩაკვეტაძემ კარდიფთან მარცხის შემდეგ გუნდის პრესსამსახურთან განვლილი მატჩი შეაფასა და წაგების მიზეზებზე ისაუბრა. ტომ კლევერლის გუნდი მეტოქესთან 1-2 დამარცხა.
გააცხდა. Watford-დან კი ერთადერთი გოლის ავტორი გიორგი ჩაკვეტაძე გახლავთ. ქართველმა ფეხბურთელმა თავდაპირველად გოლის ემოციებზე ისაუბრა, შემდეგ კი განვლილი მატჩი შეაფასა. გატანილი გოლით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ამავდროულად იმედგაცრუებული ვარ, რომ თამაში ვერ მოვიგეთ. გოლის გატანასა და საგოლე გადაცემის შესრულებას ყოველთვის ვცდილობ. ეს გოლი ბიძგს მომცემს და ვეცდები ასე გავაგრძელო. გულშემატკივრების თვალწინ საშინაო თამაში გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა. რაც შეეხება შეხვედრას, ყოველთვის რთულია, როდესაც გოლს პირველ წუთებზე უშვებ. ასეთ დროს ყველაფერი იცვლება. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია სახლში წაგება, რადგან საკუთარ კედლებში ზედიზედ 17 შეხვედრა არ გქონდა წაგებული. დღეს რთული იყო, რადგან გოლი პირველ წუთებზე გავუშვით. ჩემი გოლის შემდეგაც გაგვიჭირდა დაბრუნება, რადგან მალევე მივიღეთ მეორე გოლი. მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძემ Watford-ის ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 2 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ამ მარცხის შემდეგ 37 ქულის მქონე Watford-ი ჩემპიონშიპის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე ჩამოქვეითდა. მომდევნო 25 ტურში ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები სტუმრად Queen's Park Rangers-თან ითამაშებენ და შეხვედრა 1 იანვარს თბილისის დროით 5:30-ზე დაიწყება. მიმდინარე სეზონში Everton-ი არასახარბიელო შედეგებს აჩვენებს. 17 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-15 პოზიციას იკავებენ. აშკარაა, რომ გუნდს გაძლიერება სჭირდება და ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება. ვიგებთ, რომ სულ მალე ბეტუ გაიყიდება და მასში აღებული თანხა ახალ ტრანსფერს მოხმარდება. პორტუგალიელ ფეხბურთელს სერია A-ში ეპატიჟებიან. წყაროს ცნობით იანვარში განსახორციელებელი ტრანსფერების სიაში გიორგი მიქაუტაძეც მოიაზრება. შონ დაიჩს პირადად სურს ქართველი ფეხბურთელის გადაბირება, თუმცა თუ Goodis News დაუჯერებთ, ტრანსფერი 2025 წლის პირველ თვეში ნაკლებად სავარაუდოა. ცდილობა აუცილებლად იქნება, მაგრამ დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს ამბობს. შეგახსენებთ, რომ ჟორჟის გადაბირება Galatasaray-ისაც სურს და მზად არიან 18 მილიონი ევრო გადაიხადონ. თურქულმა კლუბმა თავდაპირველად სწორედ აღნიშნული თანხა გამოყო, მაგრამ ლიონი არ დათანხმდა. გალა დანებებას არ აპირებს და თურქული მედიის ინფორმაციით სატრანსფერო თანხა საუცილებლად გაზრდის. ფრანგებს მინიმუმ 23 მილიონი ევროს მიღება სურთ გიორგიში. ასევე შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. დაწერეთ კომენტარებში, გსურთ თუ არა გიორგი მიქაუტაძე Everton-ში იხილოთ. როგორც ხედავთ, ახალი ტენდენციაა. გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია. გიორგი ჩაკვეტაძეს და მიქაუტაძეს პრემიერ ლიგის სხვადასხვა კლუბები აკვირდებიან. ასევე ინტერესი იყო Manchester United-ის, ლივერპულის და კიდევ სხვა გრანდების მხრიდან ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. მე მგონი ეს ყველაფერი შემთხვევითობა არაა და ინგლისში შეამჩნიეს თუ რა მაგარი ფეხბურთელები ყავს საქართველოს. ამით კი ჩვენი დღევანდელი ვიდეო დასასრულს მიუახლოვდა. იმედია მოგეწონათ და ასეთ შემთხვევაში არ დაიზაროთ ლაიქის დაჭერა. მე კი გემშვიდობებით და აბა მომავალ შეხვედრამდე.